ვამზადებ ფხარეულს, რომელიც ქართული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ვამზადებ ყაბაყის, ჭარხლის, პრასის, ცოტათი ჩემი ინტერპრეტაციით. ფხალს მოუმზადებ ჭადს, რომელსაც ტარხუნასთან ერთად ავზელ. დავიწყებ. პრასი პირველ რიგში უნდა მოვთუთხოთ, ასევე ჭარხალი. დავჭრი სამ ნაწილად და უკვე მდუღარე ქვაბში მოვათავსებ. მოთუთქვას სჭირდება დაახლოებით 5 წუთი. ასევე დროს არ დავკარგავ და ჭარხალს მოვათავსებ. ყაბაყი მჭირდება დაახლოებით 2 ცალი, სახეხი. ბოლოები უნდა მოვაჭრათ. ყაბაყის ფხალი მზადდება ძალიან მალე. პირველ რიგში უნდა გაიხეხოს. ყაბაყი გავხეხე, შემდეგ უნდა დავბრაწოთ. მჭირდება საშუალო ცეცხლი, ცოტათი ზეთი და რა თქმა უნდა გახეხილი ყაბაყი. ყაბაყს დიდი ხანი არ სჭირდება დაბრაწვა, დაახლოებით 5 წუთი მაქსიმუმ. მოვაყრი მარილს, წვენი რო გამოუშვას. სანამ ჭარხალი, პრასი და ყაბაყი მზადება, მე მოვამზადებ ყველა დანარჩენ ინგრედიენტებს ფხარეულისთვის. პირველ რიგში მჭირდება ნიორი და ხახუნი. გავფრცქვი, დავჭრი და გავხეხავ. ნიორი მჭირდება დაახლოებით 6-7 კვილი. ყაბაყი მზად არის, შემიძლია გადმოვიღო და გავაცივო. ხახვი ძალიან წვრილად დავჭერი. ერთი დიდი ხახვი საკმარისია. გადმოვიღებ პატარა ჯამში. ეხლა გავხეხავ ნიორს. სანამ ჭარხალი, პრასი და ყაბაყი ცივდება, მოვამზადებ ჭადს. ჭადს ამოვზილავ ტარხუნასთან ერთად. ჩვეულებრივ ჭადის ფქვილი, ტარხუნა, ნახევარი თავი. ჭირდება მარტო ფოთლები. დავჭრა ძალიან წვრილად. დაჭრისას არომატი უფრო უღვივდება და ჭადიც უფრო გემრიელი გამოვა. ტარხუნა დავჭერი. მოვათავსებ უფრო ღრმა ჯამში. ჭადის ფქვილი დაახლოებით ნახევარი კილო და რა თქმა უნდა წყალი. წყალი სჭირდება იმდენი, რამდენიცაც შეიძელს. უპირველეს ყოვლისა მარილი გემოვნებით. ჭადს რაც უფრო დიდი ხანი ზელ, მით უფრო გემრიელი გამოდის, ნათქვამია. მეც დროს არ დავინანებ და ამოვზელ დიდი ხანი. ძალიან არომატული ჭადი გამოვა. დროა უკვე გამოვაცხობ. რა თქმა უნდა, ზეთი. მივცემ მრგვალ და თხელ ფორმებს. ჭირდება პატარა ბურთულები ასე. ყურადღებით უნდა ვიყოთ ჭადის გამოწყობისას. კარგი, გემრიელი და რბილი გამოვიდეს შუაში. ჭადი მზად არის, შემიძლია გამოვთო. გადმოვიღებ სალფეტკიან თეფზე, ზეთი რომ შეიწოვოს. ჭადი მზად არის.
ყაბაყის ფხალის მოსამზადებლად ჭირდება ცოტათი პიტნა, ლეღვი წვრილად დაჭრილი, ხახვი და ნიორი უკვე მაქვს დაჭრილი. დავიწყებ ლეღვით. ჭირდება დაახლოებით 3-4 ცალი. ყაბაყის ფხალს ლეღვი გაამდიდრებს, ხოლო პიტნა კიდევ არომატულს გახდის. ჭირი მაქსიმალურად წვრილად უნდა დავჭრათ. მოათავსებ ყაბაყში. ავიღებ პიტნას. პიტნას წვრილად დავჭრი, ბევრი არ გვინდა, დაახლოებით მე-4 კონის. მოვაყრი ყაბაყს. ცოტათი ქეშუს თხილი, დაახლოებით 1 მუჭა, ესეც დატეხილი და მე წვრილად დაჭრილი. ქეშუ არ მინდა რომ გავატარო, დავკეპავ, მინდა რომ ყოველ ნუკმაში იგზნობოდეს. მარილი გემოვნებით, ცოტათი პილპილი, რა თქმა უნდა უცხო სუნელი, ცოტა წითელი წიწაკაც, საკმარისი ამას კარგად ამოვზილავ. ყაბაყი კარგად ამოვზილე, უფრო გემრიელი, ქართულ გემოზე რო იყოს, გატარებულ ნიგოსაც მოვაყრი. ცოტა ნიორი, ცოტა ხახვი. და საგულდაგულად ამოვზილავ. ყაბაყის ფხალი მზად არის და ძალიან გემრიელია. პრასი აუცილებლად უნდა გავწუროთ. უხეშად არ მინდა წვრილად, უნდა იყოს დიდ ნაჭრებად. პრასი ასე უხეშად დავკეპე. მოვათავსებ ისევ ჯამში, შევაზავებ. აუცილებლად სჭირდება ქინძი. წვრილად დავკეპავ. დაახლოებით 9 კონა. სუნელები, რა თქმა უნდა, უცხო სუნელი. ცოტა ქინძი. წითელი წიწაკა. ხმელი სუნელი. პილპილი გემოვნებით და ასევე მარილი. ხახვი. ბევრი არ უნდა ხახვი, თვითონ პრასი. უკვე მძაფრია, ნიორი, ცოტათი, რა თქმა უნდა ნიგოზი. ამას კარგად ამოუვლევ ერთმანეთში. პრასის ფხალს დაუმატებ მზეს უმზირას და კიდევ უფრო ჩემებურს გავხდი. ბევრი არ უნდა, დაახლოებით 9 მუჭა. კარგად ამოვზილავ. პრასის ფხალიც მზად არის. ჭარხალი. ჭარხალსაც ზუსტად პრასივით უნდა გაწურვა. ამასაც დავკეპავ უხეშად. რა თქმა უნდა, ცოტა ხახვი. ნიორი. ქართული სუნელები. ქინძი. უცხო სუნელი. პილპილი. მარილი გემოვნებით. შევაზავებ ნიგოზით და უფრო გემრიელი და ჩემებური რო გავხადო, გავუკეთებ მოცვს. კარგად ამოვზილავ ერთმანეთში. ჭარხლის ფხალი მზად არის. ფხალეულს გავასერვირებ ტრადიციულად გობში. ყაბაყის დიდი გუნდა. შემდეგ პრასი. ჭარხლის. ფხალს აუცილებლად მოვუწყობ ტარხუმიან ჭაძს. ცოტა ალუჩა
ლეღვი. ცოტა მიგოზი, ცოტა მზესუმზირაც.